სახელთა მამისა და დადისა შვილისა მიდისათა გილოცავთ დღესასწაულს თეოდორს 40 მოწამეთა ხსენებას ესეთი გამონაკლისია დიდ მარხვაში რომ 40 მოწამეთა ხსენებას დღეს იოსიტულ ტირას სრულდება თუ შუა კვირაში დაემთხვა და მაინც აღინიშნება ყოველთვის დღესწაულს და ამიტომ დღეს მსახურებაში იყო შესაბამისი ცვლილებები შეტანილი. რა დაიმსახურს ეთი? და რა მაგალითი მოგვიშვით ჩვენ სარწმუნოების სიმტკიცის და მოთმინებით და ღვთისმენით და ღვთისაშოებით იმ წამების დათმენა რაც არის საწინდარი საშუქებლის დამკვიდრებისა. უფალთან ერთობაში ყოფნისა. აი ამას დღესასწაულს დღეს სოფლიო ეკლესია ჩვენ მათთან ერთად მხედრები იყვნენ და მათო იქ იმ ხარის გამგებელმა და მათო ხედარ თავარმა შეიტყო რომ ქრისტიანები არიან და ეცადა რომ მათ უარი ეთქვათ თავის სარწმუნოებაზე ქრისტეზე რაც იცი უარი მიიღეს და აქეთ მხილებული იყვნენ მათი სიტყვით და ქადაგებით მის უჟურებაში უსამართლობაში სისასტიკეში და სიცრუეს და სიყალბეში ამხილეს მაგრამ მნიშვნელოვანი არის რომ სხვადასხვა სახის წამებას იფიქრებს ხოლმე ბოროტი გონება დაცემული ადამიანისა და ეს იყო ესეთი მძიმე გამოცდა მათი სარწმუნოებისა ზამთარში ეს არის სებასის ტბა კაპადოკიის აღმოსავლეთ მხარეშია მაღალ ადგილზე იქ 2000 ზევით არის ისაც ცივა ამ დროს ჯერ კიდე ყინვა და თოვლი და ამ სებასის ტბაში შეიყვანეს 40 ეს ნიშნავს რომ ნელი სიკვდილი მიუსაჯა თუ ეგებ გადაიფიქრონ და გამოვიდნენ წყლი და საგანგებოდ დაანთეს იქ ცეცხლი გარეთ და ცხელი წყალი იყო რასაც აბანოსავით მოწყობილი
რომ აი თქვენ იყინებით და აგერ არის სითბო. მათ ქრისტეს სითბო ამჯობინეს იმ ზაკრუად დანთებულ ცეცხლსა და იმ ცხელ წყალს და უარი თქვეს. და ნელ-ნელა ეგონა რომ აი დრო მიეცემოდათ იმისათვის რომ უარი ეთქვათ. შეიყინება სხეული და გული ვეღარ უძებს ამას, შეიძლება და დალა გამოიცლება ადამიანს, შეიძლება ამ დროს გადაიფიქროს, როცა ხედავს რომ შესაძლებელია აი ამ ქვეყნიურ ნივთიერ სითბოთი გადარჩენას ისავს და სიკვდილს ვერ გადაურჩები. დადგემენ ჟამი და შენ გახვალ ამ სოფლიდან ქრისტეს უარყოფილად, თუ ქრისტეს ერთგულად. ამარჩევანში დგას ადამიანი. და იქ 40-დან ერთ-ერთმა ვერ გაუძლო და გამოვიდა წყლიდან და წავიდა იმ აბანოში. და დაცა რომ თიდგა, რომელსაც უნდა თვალი ედევნებინა ამ 40 მოწამისთვის, რომ არ გამოსულიყვნენ წყლიდან. მიეძინათ. თბილად იყვნენ ისინი. და ერთ გაეღვიძა და დაინახა, რომ საუთარი ნათელი გადმოდიოდა ზეციდან და 40 გვირგვინი წინმალე ეშვებოდა და ერთი გაჩერდა და 39 დაეშვა მოწამეთა თავებზე. და ამ ნაცის ამ კაცმა დაინახა, რომ ერთი მათგანი 40-დან გამოურბოდა ნაპირს და მირბოდა იმ აბანოსკენ, სითბოსკენ. და ეს გვირგვინი გაჩერდა და იმდენად გაუხარდა ეს ნათელი, იმდენად თვითონ განაცდა, რომ თქვა მეც ქრისტიანი ვარ, განიმოსა და შევიდა წყალში. და მათთან ერთად იყო იქ. ხო ეს ვინც დატოვა თავისი ძმები, დატოვა ქრისტე, აბანოში შესული წაიქცა და სული განუტევაო. უფალი განაგებს ცხოვრებას. როცა გათენდა დაცვა მიფიქრა, რომ ეხლა გვამებს ამოიღნენ წყლიდან და ისინი ცოცხლები იდგნენ წყალში. წყალი გათბა მათი ერთობით, მათი სიყვარულით უფლისა და ის გვირგვინები მოწამეებსა დაეშვა. ეს იყო მათი გამოცდა და შემდეგ უკვე მოხდა მათი მოწამეების აღსასრული. და ჩვენ დღეს მოვისმინეთ იგავი მაცხოვრისა, რომ ას ვენახი ჰქონდა ნახის პატრონს და უნდა რომ ნაყოფის მიღება. და გავიდა დილით ადრე მოედანზე, დაინახა იქ მდგომი ხალხი და შეიყვანა დაპირდა, ერთ დახმას მოგცემ თქვენ თუ ამ იმუშავებთ თელი დღის განმავლობაში. მესამე ჟამზე გამოვიდა, მეხუთე ჟამზე გამოვიდა, ბოლოს უკვე მე გამოვიდა დაინახა, კიდე ედგა ხალხი, თქვენ რატომ გეხართ თელი დღე აქ უქმოთა და არანა დაგვიდახო ჩვენო. შედითო და როგორი იყო ანგარიშწორება. რაც პირებს დაპირდა, ის უმრავლესობაც იმათ იგივე მისცა. და პირებს ეწყინათ, რომ ჩვენო ამდენი დავითვინეთო და ესენი თელ დღეში ისომეთო და ესენი ახლა შევიდნენ, ეს მოასეს ვერაფერი და იგივეს მიეცით. ხო და მე ხო თქვენ მოგედით დახმაზე, ხო მოგეცითო. კი. და შევთანხმდით ის რომ მოგეცითო და მე თუ ჩემი მოწყალებით მინდა გავცე შეგშურდათ, ხო? რაზეა ნათქვამი? არიან მოწამენი, რომ პირველ საუკუნეებიდან ეწამნენ ქრისტეს დაითმეს უმძიმესი ტანჯვა, დევნა და არიან სასუფეველში.
და იმენ უკანასკნელ ჟამს იქნებიან და ცირეცელ დაითმენენ უფლისათვის და უფალი მასთან სასწრაფოდ შეიყვანს. ეს ჩვენთვის არის რომ ხნეთ იყავით რომ უფალი განაგებს ვინ დაითმენა ბოლომდე და ვინ ცირედი დაითმინა მაგრამ თავარია რწმენით სასოებით სიყვარულით უფლის მიმართ დაითმინე და რა არის დასასმენი ამ ქვეყანაზე გაჭირება იწროება დევნა შეურაცხყოფა უამრავი არის სხვადასხვა მაგრამ ყველაზე მთავარი დევნა ადამიანში არის და გაორებულ მდგომარეობაში და მასტური ამას იყენებს და ხანდახან უჩნდება ან ურწმუნოების აზრი ან გაკითხვის და მასტურს ასწინავს ამიტომ თავარია იმ ჩვენში რაც მოდის უკეთურისგან რაც იღვიძე ჩვენ დაცემული ბუნების გამო იმას დავძლიოთ როგორც მოციქული ამბობს რომ მე ჯვარს ვაცი სოფელი ჩემში და ჯვარს ვეცი სოფლისათვისო სოფლისათვის როგორ ეცვა ჯვარს ვინც თავის თავში ჯვარს აცვა ეს დაცემული ბუნება და თავისუფლდება მისგან ის სოფლისა ჯვარცმულია რამეთო მაგალითია სოფლისათვის იმ ცხოვრების უნდა ჩვენ უფალმა გვიანდერძა და მოხდა თვითონ მაგალითი ჩვენ და მაშინ სოფლისაგან დევნა ბუნებრივი შედეგი არის უსამართლობა ცილის წამება იქნება წამება მაგრამ თუ ჩვენში დავძლიეთ მაშინ ეს უფრო რთული და ძნელია ვიდრე გარედან მოსulis დაძლევა იმიტომ საკუთარ თავზე ძლევა ყველაზე თავარი არის მე ადვილია სოფლიდან მოსulis დათმენა აი ეს მაგალითი მოხდეს ჩვენ იმ 40 მოწამემ რომ იდნენ წყალში და გალობდნენ საგალობლებს უფალს ადიდებდნენ მადლობდნენ რომ მის გულისის ითმედნენ ამას და პირველი მოწამეობა მოციქულებმა დაითმინეს ოდესაც სინედრის წინაშე წარადგინეს პეტრე მოციქული და იოანე და მოსთხოვეს უარი ეთქვათ ქრისტეს ზედა ქადაგებაზე და სცემეს და ნაცემი გამოვიდა გახარებული ქრისტეს დავითმინეთო რა კარგიაო ესე იგი ერთგულნი ვართ ქრისტესიო ეს არის ჩვენთვის მაგალითი თორებისა და ამიტომ ჩვენ ეხლა გადავიხდით პანაშვიდს როგორც წესი და რიგია დიდ მარხვის მეორე მესამე მეოთხე კვირას და ვითხოვთ ჩვენი ოჯახიდან ჩვენი გვარიდან ჩვენი ახლობლებიდან წასულებისთვის წოდების მიტევებას და იმედით რომ მათ რაც დაითმინეს ამ ქვეყანაზე ყოფნისას უფალი შეიწირავს და ეკლესიის ვედრებით მიუტევს მათ მაცოდებს და შეიწყარებს მათ სულებს სასუფეველში